პროგრამას ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა. მიმდინარე წელს პროგრამას გარდა ინგლისურენოვანი და ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებლებისა, ფრანგულის და გერმანულის სპეციალისტებიც დაემატა. უცხოელი მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდნენ. ადგილობრივი მასწავლებლებიც უფრო მეტნი ჩაერთნენ ამ პროგრამაში და ისინიც მოწვეული არიან დღევანდელ პროფესიული განვითარების ტრენინგზე. ეს არის საორიენტაციო ტრენინგი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხალისე მასწავლებლებისთვის ეს არის ადგილობრივი კონტექსტის საგანმანათლებლო გაცნობა, ასევე კულტურული თავისებურებების, ასევე როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთად, რა მოლოდინი აქვს პროგრამას და რა ვთქვათ, რას უყენებს ვალდებულებებს პროგრამა მათ, ამის შესახებ შეიტყობენ ისინი. რამდენიმე წლის წინ დავიწყე ინგლისური ენის სწავლება დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით. ამ პერიოდში რამდენიმე ქართველი სტუდენტი გავიცანი, რომლებიც მოგვიანებით ჩემი მეგობრები გახდნენ. ასე აღმოვაჩინე თქვენი ქვეყანა და დავიწყე ქართული ენის შესწავლა. ამის შემდეგ გადავაწყდი პროგრამას ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად, რომელმაც მომცა შესაძლებლობა გარკვეული პერიოდი გამეტარებინა საქართველოში და შემეთავსებინა ენების შესწავლისადმი ჩემი გატაცება სწავლების პროცესთან. საქართველოში ჩამოსვლამდე ჯერ პოლონეთში ვსწავლობდი, შემდეგ საფრანგეთში. ეს პროგრამა ჩემთვის შესაძლებლობაა ვიგრძნო კარგი პროფესიული გამოცდილება და სხვა ენებიც შევისწავლო.